გამარჯობა საქართველო, გიზა უჯარმელი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შაბათი დღეა. ორი დღეა, რაც ახალი კომპანია დავიწყეთ, წამოვიწყეთ, ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, პირველი შთაბეჭდილებებიც არსებობს იმისათვის, რომ გავაზიაროთ. რაც თვალში მოსახვედრი არის ერთი რაღაც, რომ ამ დროის უკონელ ამერიკაში უფრო ნაკლები დრო მაქვს ყველაფრისთვის, მაგრამ ეს ნორმალური ამბავია. ყოველ ახალ დაწყებულ საქმეს სჭირდება დიდი ყურადღება, რომ სათავეშივე საფუძველი სწორედ ჩაეყაროს ახალ საქმეს. ყველაზე კარგი დრო ახალი სისტემების შესამუშავებლად, ახალი ჩვევების, ახალი სამუშაო პროცესების დანერგვისათვის არის ზუსტად დასაწყისი. და როდესაც ახალ კომპანიას იწყებ ადამიანი, არის რიგი საკითხების, რომელიც ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს და იმაზე თუ როგორ გადაწყვიტავს ადამიანი ამ საკითხებს, ბევრი რამეა დამოკიდებული თუ როგორ იმუშავებს ეს ახალი კომპანია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ უშველებელი ხომალდი, გემი შეიძლება პატარა სულ უმნიშვნელო ერთი შეხედვით უმნიშვნელო პატარა ხვრელმა ჩაძიროს თუ წყალი შევიდა. ამიტომ, როდესაც კომპანიას იწყებთ, ასეთივე პრინციპით უნდა მოექცეთ ხარჯთა რიცხვას, გარკვეულ საქმიან მოღვაწეობას, რომ თავიდანვე ყველაფერი იყოს ისე გააზრებული, ისე ჩამოყალიბებული და დაგეგმილი, რომ ამ თქვენ ხომალდს, რომელსაც თქვენი ბიზნესი ქვია, თქვენი საქმიანობა, ეს ხვრელები არ კონდეს. ხვრელების ამოვსება ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე გამართული ხომალდით მოგზაურობა. მე ეს ყოველთვის მახსოვს და ვცდილობ ასე მივუდგე საქმიანობას. დღეს პირველად ჩემს ცხოვრებაში დავაგვიანე სახლის ჩვენებაზე, რომელიც ადამიანისთვის უნდა მეჩვენებინა. ერთი კვირის წინ ვიღაც მყიდველმა დამირეკა, ანუ მესეჯი მომწერა, კი არ დამირეკა და რაღაც სახლის ჩვენება მთხოვა. რა თქმა უნდა, ჩემს კალენდარში ჩავინიშნე ეს ყველაფერი და დღეს დილის 9 საათზე უნდა მეჩვენებინა ეს სახლი. სამწუხაროდ ცოტა შევფერხდი. ნუ თქვენ ალბათ იცით, შაბათი დღე სალომეს ჩოგბურთზე ჭირდებოდა მიყვანა ჩვენ ორივე, ლენაც და მეც ყოველთვის სირბილში ვართ და დაკავებულები და მოხდა ისე, რომ 4 წუთით დაგვიანებით მივედი ამ სახლის ჩვენებაზე და ჩემდა გასაკვირვად ეს ადამიანი, ვისთვისაც სახლი უნდა მეჩვენებინა, აღმოჩნდა ძალიან უკმაყოფილო და ამ უკმაყოფილობასთან ერთად აღმოჩნდა ძალიან ბილწიენის ადამიანი. და ნუ თავისი უკმაყოფილობა არა მარტო სახით და აღშფოთებით გამოხატა, არამედ გინებაზე გადავიდა. ძალიან იშვიათია ამერიკაში ესეთი რაღაცა. ნუ მე ჩემთვის ვიფიქრე, რომ ორი შესაძლებლობა არსებობს აქ, ხომ? ერთი შესაძლებლობა ქართველები რომ იტყვიან კარგად ცემო ადამიანი. მეორე შესაძლებლობა პოლიციას გამოუძახო და ასე გადაწყვიტო საქმე, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად დაუშვებელია, როდესაც ადამიანი თავისუფლებას აძლევს აი ესე მოიქცეს უპატივცემულოდ. მაგრამ მე მაინც ავერჩიე, რომ ძალიან უბრალოდ გადამეწყვიტა ეს საკითხი. მე მივედი, მეუთხარიცით, ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მოვედი 4 წუთის წინ და 4 წუთით დავაგვიანეთ. ეს ჩემი ბრალია, უბრალოდ მოხდა ისეთი რამ, რომ შეფერხება მომიხდა
და ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. ამ ყველაფრის გაგონების შემდეგ მაინც არ გაჩერდა ეს ადამიანი და მე უბრალოდ ვუთხარი რომ იცით არ მგონია რომ მე სურვილი გამაჩნია თქვენთან გავაგრძელო მუშაობა მოვტრიალდი ჩავჯექი მანქანაში და უბრალოდ წავედი ეს ეჯობდა ეს იყო ტრადიციული ამერიკული მოქცევა ჩვეულებრივ ბიზნეს გარემოში დამერწმუნეთ ნებისმიერ ამერიკელი ადამიანი ასე მოიქცეოდა და ის ადამიანი რომელიც მე შემხვდა უფრო კავკასიურად მოიქცა ასე ვთქვათ და ჩვენებურად ჩემს მიმართ. როდესაც წარმოვიდგინე რომ შეიძლება ადამიანს მუშტი კრივი გაუმართო და ემოციები დახარჯო ამ ყველაფერზე შეიძლება იმ წუთას ჯავრი და ემოცია გადააყოლო ამ მუშტი კრივს მაგრამ შედეგების დალაგება და ორგანიზირება უფრო მეტ დროს მოითხოვს იმიტომ რომ უბრალოდ ამას რაღაც მოყვება ხო რა თქმა უნდა ეს არ არის მიღებული ფორმა ადამიანებთან ესე ურთიერთობების გარჩევის ამერიკაში. ნუ პირველი ფორმა ჩემთვის როგორც წესი გამორიცხულია, არასდროს არ მიმართავ ესეთ ფორმას. მეორე ფორმა იქნებოდა დამეძახა პოლიციისთვის. პოლიცია რა თქმა უნდა გამართავდა იქ გარჩევებს, ვისი ბრალია, რატომ, რისთვის და ესეც დამახარჯინებდა დროს. ამიტომ გაბრუნება ყველას ჯობია. ქართულებს გვაქვს ესეთი კარგი გამოთქმა. სადაც არასჯობს, გაცლას ჯობსო. აი ჩემზე იყო ნათქვამი დღეს. ნუ საგულისხმო მომენტი იყო ჩემთვის ეს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ჩვეულება რომ გვიან მივიდე სადმე და საერთოდ ამ ქვეყანაში ეს არც თუ ისე მიღებული რაღაცა რომ ადამიანს სადმე დააგვიანდეს, მაგრამ არც მე არ ვარ მანქანა და რობოტი და მეც მომდის ხარვეზები. არავინ არ არის გამონაკლისი. დავბრუნდი ჩვეულებრივად და გავაგრძელე წარმატებული დღე. იმიტომ რომ ყოველ დღე, როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ და როდესაც სარკეში ვიყურებით, ეს ჩვენი არჩევანია. თუ როგორი პიროვნება გვინდა ვიყოთ ჩვენ, ეს ჩვენი არჩევანია. თუ როგორი დღე გვინდა გვქონდეს ჩვენ და მხოლოდ ჩვენ ვაკონტროლებთ ამ ყველაფერს. ერთადერთი უპირატესობა რომელიც მე იმ ადამიანთან შედარებით მქონდა, რომელიც ესე უხეშად მოიქცა, იყო ის რომ იმან კონტროლი დაკარგა, მაგრამ მე ეს კონტროლი შევინარჩუნე და მართალი გითხრათ, ისე კი კარგად მოუხდებოდა ქართული ცემა, მაგრამ ბევრად უფრო კარგი გრძნობა, როდესაც ადამიანი თავის თავში ძალას იპოვის, რომ ზღვარს არ გადააბიჯო. ასე შემოკარგებო, თუ თქვენ ამის მსგავსი დღე გექნებათ, როდესაც ცხოვრებაში, ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რომ შედეგებთან ბრძოლა, ემოციური აფეთქების შედეგებთან ბრძოლა, ბევრად უფრო დიდ დროს და დიდ ემოციურ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ გაცლა. ჩვენ ქართულებს ბევრი სიბრძნე გვაქვს, ჩვენს კულტურაში, ჩვენს ენაში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ქართული გამჭრიახობით თუ ჩვენ სიბრძნეებს მოვიხმობთ, ბევრად უფრო შორს წახვალთ ნებისმიერ ქვეყანაში, ვიდრე ვინც ამ სიბრძნეებს ივიწყებს. ესეთი პატარა კურიოზი მინდოდა მომეყოლა თქვენთვის. ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ. ჩემო ძვირფასებო. დროებით.